მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 22 საათი და კვლავ ჩვენ ეთერში ვართ. ეთერში ვართ იმ აქტუალური თემით, რომელიც ეხება იმ 9 წლიან რეჟიმს. Რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ გუშინ იყო გიორგობის დღესასწაული და ტელეკომპანია პლუს და მისი გუნდი ულოცავს მთლიან მოსახლეობას და სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაულს და მრავალი გაგვითენოს და მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. ეხლა რაც შეეხება იმ ავადსახსენებელ 9 წლიან წელს, რომელმაც შექმნა რეჟიმი მიშა სააკაშვილმა და თავისმა ბოროტმა გუნდმა და ხალხი წამებით და სხვერპლით აცხოვრა. დღეს ჩვენ გვყავს სტუმარი, რომელიც 2004 წლიდან თითქმის 2008 წლამდე იყო მაგათი დევნის ქვეშ. იყო თვალთვალი, იყო ქონების წართმების მუქარები და რავი, ბევრი აღიარებით ჩვენება სითხოვდა ამ კაციდან. ჩვენი ეგრეთ წოდებული მაშინდელი ხელისუფლება რაღაც შეთხზული თემებიდან უნდა გაეშალათ და იყო ამ კაცზე მთლიანად დადევნება, დაჭერა, მუქარა, დაიჭირეს კიდეც და ცემა და ტყეპვა. ეხლა ეგ მაგათთვის არ იყო რაღაც ისეთი თემა, რომ ეს არ გაეკეთებინათ, მაგაზე მიჩვეულები იყვნენ და მაგის დარდიც კი არ ქონდათ, ვის მოკლავდნენ ეხლა დაჭერილ კაცს თუ ციხეში, რა მნიშვნელობა ქონდათ მაგათთვის. ეს იყო ნაციონალური მოძრაობა და მწამებლები, რომელიც დღეს კიდევ მე მგონი ჩვენი ხელისუფლება უправებს ამათ და გვარამიას და მის გუნდს მიცეს საშუალება, რომ იარონ მოსახლეობაში და არჩევნებისთვის მოემზადონ. ეს ცოტა ისეთი თემაა და ჩვენ ახლა გავშლით ამ თემებს და ქართველი ხალხი ბრბო არ არის. მე დღევანდელ ხელისუფლებას ვეტყვი ამას. ჩვენ ცხოვრობთ, ვაზროვნებთ, მომავალს ვხედავთ რა იქნება მომავალში და რა იქნება კიდევ მაგათ შემოbrunება ჩვენ ქვეყანაში. იგივე გაგრძელდება, იგივე მოხდება და რატო ან თქვენ მოხვედით იმის გამო, რომ ის რაც ხდებოდა, წამება, მკვლელობა რა, ამის მოსასპობად მოხვედით, ხო? მოდი ესე ვისაუბროთ. და გავიდა 14 წელი და ისევ ამათ აправებთ და უправებთ, რომ როგორმე შევიდნენ პარლამენტში და მოждდნენ იქ სკამებზე და იქიდან კიდე პრობლემები შეუქმნას ქართულ ოცნებას და მის დეპუტატებს, რომელიც დღეს მშვიდობას იცავენ. და იცავთ რა თქმა უნდა მშვიდობას და მადლობა ამისთვის. კი ბატონო, მადლობა ერთხელ და კი არა 1000-ჯერ მადლობა, მაგრამ კაცო, ესენი ან გაუქმეთ, ან როგორც მოქალაქეთა კავშირი ნაციონალებმა გააქვეს მთლიანად პოლიტიკურ არენიდან, ისე გააქვეთ ესენიც, კაცო, რა არის ნაციონალები, რო ვერ მოვიცილეთ ამ ქვეყნიდან და ამ ქვეყანას უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანა. და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე მგონი უправებთ რა და ამას მე მარტო არ ვსაუბრობ და მთელი მოსახლეობა საუბრობს ამას. თქვენ შეგექმნებათ პრობლემა ამათ, თქვენ ისევე ჩვენ ხალხი გადავიტანთ და ბევრი რამე გადაგვიტანია კიდე. თქვენ გექნებათ ამაზე პრობლემა, მაგის გარანტიას დავდებ აი ამ ეკრანიდან გეუბნებით მაგას. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე ისევ გადავალ იმ ეტაპზე, რომელიც სტუმარი მოვიწვიო და მოდი თავად ისაუბროს ბატონმა დათო ჩუბინიძემ რა იყო 2004 წლიდან 2008-მდე, თუ შეიძლება მეცაც დავამატებ ამ ადამიანის დაჭერით ემუქრებოდნენ და რა ყველაფერთ ემუქრებოდნენ და მოდი რო არ გავაგრძელო ბევრი, ბატონი დათო ჩუბინიძე ისაუბრებს ამ ყველაფერს და ამ ყველაფერს მოგაწვდით ახლავე ჩვენი რესპონდენტი. მობრძანეთ ბატონო დათო და მივესალმოთ ტელემაყურებლებს და მიულოცოთ გუშინდელი დღეს. გუშინდელ დღეს გილოცავთ თქვენს და ჩვენ ტელემაყურებლებსაც. ბატონო დათო, კარგია თქვენთან სტუმრად ყოფნა, პირველ შემთხვევაში. სათავშორის ბევრი საუბრობს, რომ კარგიაო თქვენთან სტუმრობაო და კი, ნამდვილად. მე მსიამოვნებს რა თქმა უნდა. აზრის გამოხატვის საშუალება გვაქვს. კი, მე ვაძლევ ყველა ადამიანს, რომ ისაუბრონ ის და არ დამალონ. ანუ ყველაზე ცუდი რა არის, იცი? როცა რესპონდენტი და წამყვანი რაღაც ლავირებებს და თამაშობს, ეს არის ყველაზე ცუდი. ანუ მეც მაყურებელი ვარ ტელევიზორში. უყურებ რაღაც პოლიტიკურ გადაცემებს უყურებ და მე ეგრევე ვხვდები, იქ რა პოზიცია უჭირავს წამყვანსაც და მაყურებელსაც და თუნდაც რესპონდენტსაც.
ხო და ამ ყველაფერზე როცა თამაში მიდის, ჩემთვის უინტერესოა რაღაცის ყურება დაუშვათ, რაც არ უნდა აქტუალური თემა იყოს. ჩვენთან სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ბატონო დათო, გადავიდეთ პირდაპირ იმ საკითხებზე, რაც იყო 2004 წლიდან. თქვენ მანამდე 98 წლიდან თუ არ ვცდები, იყავით სამხედრო ნევთობაზის თავდაცვის სამინისტროში, ხო? და ამას მოდი ჟარგონს გამოვიყენებთ, კურირებდით, ხო, ამ ყველაფერს. და რა იყო მიზეზი თქვენი გათავისუფლების? მაშინ და ვინ გათავისუფლად და რატო გაგავეთ თავისუფლეს? დავიწყოთ იქედან, რომ თანამდებობა, რომელზედაც მე ვიყავი 1998 წლიდან 2005 წლამდე. ანუ ნაციონალებს გადმოყევით, ესე რომ ვთქვათ. ნაციონალებს გადმოყევით, იმიტომ რომ ჯარი ესეთი სტრუქტურაა, როგორც პოლიციას გაყარეს უეცრად ყველა სამსახურიდან და მოიყვანეს ახლები, ასე ვერ გააკეთებ ჯარში. იმიტომ რომ ოფიცერი უნდა იყოს და ოფიცერს ერთ დღეში ვერ შექმნი. ეს მაშინ ასე იყო, ყოველ შემთხვევაში. ანუ ბატონო დათო, შეხედე მე ერთი რამ ვიცი, რომ ჯარი და სახელმწიფო გამიჯნური ერთმანეთისგან. რაც არ უნდა ახალი მთავრობა მოვიდეს, ჯარი ისევ ჯარად რჩება და იმას არ უნდა უთხრა, რომ შენიყავი ის შევარდნაძისტი, შენიყავი ნაციონალისტი და შენიყავი ეხლა ოცნებისტი. ჯარი უნდა იყოს მყარად და ჯარს არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკური წნეხი. მე ესე ვიცი. ჯარისკაცი, ოფიცერი ფიცდებს. ნუ ემსახუროთ სამშობლოს და გადავარჩინოთ სამშობლო, ხო, რაღაც ომიანობის პერიოდში და ვიბრძოლოთ სულ და გულ და არ ვიყოთ გამყიდველები. ესაა ფიცი. ეს არის თავიდან ბოლომდე სამხედრო, ეს უნდა დაიცვას. იქ მე არის ნიუანსები, თუ უფროსობა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ვალდებულია მის ქვეშ მდგომი ბრძანება შეასრულოს, მაგრამ არასწორი ბრძანება. ბატონო დათო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორც სამხედრო და კარგი გაწვრთნილი ჯარისკაც, ესე გიწოდებთ ახლა და დამსახურებული ჯარისკაც, რა თქმა უნდა. ანუ, როცა სამხედრო პირი ჩაიდენს დანაშაულს, ამას ასამართლებს ან იძიებს სამხედრო პროკურატურა, ხო? ანუ სახელმწიფო სტრუქტურა არ ერევა ამ კონტექსტში, ხო? არ ერევა. ამიტომ რატო ხდებოდა ნაციონალების დროს ანუ შეხედე სამხედრო პოლიცია ჩააჩოჩეს იმას არ ქონოდა ძალაუფლება და ანუ იმის ბერკეტი არ ყოფილიყო. პროკურატურა საერთოდ გააუქმეს. ხო, ბერკეტი არ ყოფილიყო და ესენი აწარმოებდნენ სამოქალაქო წესებით სამხედროების დასჯას, რა თქმა უნდა, ესე იყო. ეს იყო ერთადერთი დარღვევა. ხო, მე ესე ვფიქრობ. დარღვევა, თან დიდი დარღვევა იყო. საერთოდ სამხედრო პოლიცია როცა იძიებს საქმეს, უნდა გადაცეს სამხედრო პროკურატურას საქმე. ამ დროს სამხედრო ანუ ეს ცალკე სტრუქტურაა. ცალკე სტრუქტურა ჩამოყალიბებული იყო. ეხლა არ ვიცი არის თუ არა პროკურატურა, მე მგონი არც ახლა სამხედრო პროკურატურა გააუქმეს. გააუქმეს, კი ბატონო, გეთახმები. მიშამ და დღემდე არ არის აღდგენილი. როცა სამხედრო პოლიცია იძიებს საქმეს, ვის გადაცებს? სამოქალაქო პროკურორს გადაცებს. იმას სტრუქტურაც არ იცი, ჯარშიდაც არ არის თვითონ ნამყოფი. სამოქალაქო პროკურორი აი ავიღოთ საქართველოში თუ რომელიმეა ჯარში, ქართულ ჯარში ნამყოფი. აი დღეს ხო შეგვიძლია ამის დადგენა. ანუ მოდი გადავიდეთ რა იყო თქვენი გათავისუფლების მიზეზი და ვინ გაგათავისუფლა და რატო? საერთოდ ნაციონალები რომ მოვიდნენ, იმ დღიდან დაიწყო ჯარზე ყველა სტრუქტურაზე, სულ ყველგან თავისი ხალხი უნდათ მოეყვანათ. სიმართლე ეს იყო. 2004 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს მაშინდელმა პრეზიდენტმა დანაშაული არ მიუძღვის არაფერში, მიგვიწვია თურმე. ვიზია საუბარი. სააკაშვილის. მიშა სააკაშვილი. მიგვიწვია სახელმწიფო კანცელარიაში გამორჩეული 25 ოფიცერი, თავდაცვის სამინისტროდან სურათებიც მაქვს იმ ოფიცრებთან გადაღებული, ვინც ვიყავით იმ მიწვევაზე 26 მაისს. ფოიეში, სადაც გაიმართა შეხვედრა სააკაშვილთან და მის იმას ამ დროს თავდაცვის მინისტრი არის ახალი დანიშნული ბარამიძე, გიორგი ბარამიძე. იქ ეუბნება პირდაპირ რა არის ეს ღიპი რო გახოხას ეს ღიპიანი კაცი არ შეიძლება. ვის ეუბნება? იმას ბარამიძეს. მაშინ ცოტა სრულად გაბეუბურებოდა და ვისხობდა და შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადმოიყვანა თავდაცვის მინისტრად.
ახლა რაც შეეხება ჩემს სამსახურს, კვირედი ნევტობაზე საწვავი რაც ჩამოდიოდა საქართველოს საწვავ საფოხი მასალები თავდაცვის სამინისტროში რაც ჩამოდიოდა ჩემ კონტროლქვეშ იყო ყველანაირად ლაბორატორიულად და გაცემით და იმით შემოსვლის კიდე კეთდებოდა წინასწარი გაანგარიშება რომელ ნაწილს რომელ ბრიგადას რომელ შენერს რამდენი ჭირდებოდა თვეში 3 თვეში 6 თვეში 9 თვეში და წელიწადში ნუ ანაწილებდი თქვენ ამას ყველაფერს ვაბარებდი ამას თავის სტრუქტურებს ამასთან ერთად შექმნილი იყო ფონდი პრეზიდენტის ფონდი ჩხენკელი განაგებდა და ყოფილი პოლკოვნიკი იყო უშრების აი ეს რო არის ალადაშვილი მისი ძმა ჟურნალისტია და ეს ბესო თვითონ ყოფილი პოლკოვნიკი უშრების პოლკოვნიკი მაგათ ვაბარებდი სპეციალური ფონდი იყო პრეზიდენტის პირველი რაც იყო მის შემდეგ აი 26 მაისის შემდეგ სამსახურში დილით როგორც წესი გამოვცხადდი 9 საათზე შემოდის უცნობი პირები, სამოქალაქო პირები და მეუბნება მორიგე რომ ხაბებეზე მოსულები არიან, მეთაურს გიტყულობენ. ვინ არიან? არ ამბობენ სამინისტროდან ვარ თუ ბიჭო. გვარი სახელი მეთქე. არა, მეთაურს ვეთქვით ვინც ვარ. გავედი და დაველაპარაკე მე და ამოძაინთ მე სამინისტროდან ვარ ჩვენ შემოწმებაზე მოვედი. ვინ გამოგიშვას? მე არა ვაიო მინისტრმაო და ყოვალო. პარამიდის დავალებით ვარ. იღებს ერთ-ერთ ტელეფონს და ურეკავს, მე რა ვიცი ახლა ვის ურეკავს და ეუბნება რომ აი აქ ვარ ნევტობაზარში. აი იქიდან დაიწყო უკვე რომ შევატყვე რომ არ არის ის სიტუაცია გარკვეული არ არის არ სტრუქტურაში, არ დებულება იცის, არ წესდება იცის პიროვნებამ და მოდის და პირდაპირ გეუბნება რომ აი ეს ადგილი მე მომწონს, შენ უნდა წახვიდე. გეტყვით იმასაც რომ აი აქედან დაიწყო ყველაფერი, აი 28-ში იყო თუ 29 მაისს უკვე რომ მოიყვანეს ვიღაც ტიპი. ეს 2004 წელი. 2004 წელია. მოიყვანეს უკვე იქ ბარამიძის პერიოდში. მოიყვანეს ვიღაც ტიპი და მეუბნებია რომ აი ეს უნდა იყოს ნევთობაზის და რას ახლა სამხედრო იმაზე აწერია. კაბინეტის შეასრულებაში აწერია მეთაური, სამხედრო ნაწილის მეთაური, კაბინეტის წინ. და შემოსასრულში ეწერა სამხედრო ნაწილი 0220. ჯერ ამას უყურეს, გადუღეს ტელეფონით, მე იქ ეს არის მაო, ეს ჟარგონით მელაპარაკება ტიპი, ვინც მოვიდა სამოქალაქო პარტიაზე. ეს რა არის, მაო, ახო, ეს მეთაური რო აწერი, აქ უნდა ეწეროს ესო, ნევთობაზის დირექტორია. უყურებ ამ ხალხს, მე თქვი, თქვენ სად ხართ ახლა იცით? სამხედრო ნაწილში ხართ. მე ვარ ოფიცერი, თქვენ ვინ ხართ? ჩვენ ოფიცერი ვართ, ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრები ვართ. მე აქ რა გინდა ჯარში მინისტრმა გამოგვაგზავნაო და ვიზუალურად ვათვალიერებ ჯერ ყველაფერს. მე მივალ და მოვახსენებ და მოხსენება იყო ეს რომ აუც ჩვენ უნდა წახვიდეთ, ჩვენ უნდა მოვიდეთ. ასე არ არის მეთქე. მე განცხადებას არ დავწერ წასვლას, ეს ხდება ბარამიძის დროს კიდევ იმეორე. ის ბარამიძე რომელიც სვანეთის რაიონში აფრასიძეები რო ჩახოცა და დღეს ეხლა რაღაც წამომჯდარია და რაღაც ადამიანობაზე გწავს. უნდა ხალხთან მივიდეს და რომელ ხალხთან მიდის, ვის უნდა და ეს ბარამიძია ზუსტად. ეს ბარამიძია. თუ ერთი ამას წინ გადაცემაში ვახსენე სხვათა შორის იმას სხვა გადაცემაში ვიჯექი და მაშინ მე ვთქვი თუ ერთი აფრასიძე იყო დამნაშავე, იმას არ ნიშნავს რომ მთელი ოჯახი დამნაშავე ყოფილიყო. მთელი სოფელი გადაბუგო. ხო და რაღაც სპეცოპერაციები ვერტალიოტებით მოუწყდნენ, ტანკებით კი ნაღამ შევიდნენ იმ პატარა ოჯახში. როგორ შეიძლება აი იმ ბარამიძეზე ახლა ადამიანმა რაღაცა კარგად ისაუბროს. მე არ ვიცი, არ მესმის. ხო, ეხლა დავიწყებულია ბარეულს, იმიტომ რომ აღარ ჩანს წინა პლანზე ბარამიძე. ბარამიძეს იმხელა დანაშაულები მიუძღვის, იმხელა დანაშაულები რომ რა ვიცი, ან რაფერდათი სამ ქვეყანაზე. არა, ნუ ეხლა ბარამიძე არის ჩრდილში. თუ კი რამე მზე გამოანათებს და ესენი მოვლენ რაღაც ბერკეტებს დაიჭირა, ეგრევე ბარამიძე წინ დადგება. კი ბატონო. წინ დადგება და შეიძლება იგივე დანაშაულებები ჩაიდიოს. უარეს სიტყვის რაც თარგამაძე ეძახდა, სულ სამოხდიდო. კი. უარეს სიტყვის კიდე. ესე იყო რომ რამოდენიმე დღის შემდეგ მომიყვანეს ვიღაც ბიჭი უკვე სამინისტროდან გენერალური ინსპექციიდან მოვიდნენ
არ მახსოვს მისი გვარი ზაგესელი იყო ვიღაც მე ამდენი წელიო სახელმწიფო იმაში მუშაობდი მე შინაგან ძირთად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროდან საიდანაც გადმოვიდა ეს პარამიდზე მოიყვანეს ვიღაც ბიჭი და მეუბნება რომ აი ეს იქნება რომ შენი უბროსია ხო მე ვთხარი იცი რა ახლა ხო უნდა გავესაუბრო ხო მე თქვი მე განცხადებას არა მაგას ჩვენ მოვაგვარებდო ჩვენ დავწერთ კაცო მე იმას მოვაგვარებდო რომ მოდიხარ ჩემ ადგილზე ხო უნდა იცოდე მე ვთქარ სტრუქტურას ხო უნდა ცნობდე ამხედა ჭკვიანი ბიჭი იყო სხვათა შორის რას მეუბნება ეს ასეთ სამსახურშია მე ვარ ნახდათ არ მინდა მუშაობ ერთ-ერთში ვზივართ ისინი გარეთ არიან ათვალიერები ეკითხებიან გამოკითხვაზე სხვებს ინფორმაცია აინტერესებს და ეს ღიად მეუბნება რომ მე კიდეც რო დამნიშნო შენ უნდა იყოს ჩემ გვერდში შენ უნდა წაიყვანო მე არაფერი არ ვიცი ამის მე ვარ რომ ბიზნესმენის შვილი ვარ ახალოგელი ბიჭი ვარო ცხოვრობა ბაზაურზეო მამა ჩემს ლილოს ბაზრობაზე წილია ხო ისა რა მინდა აი $20,000 მანქანა დავდივარო მაშინა ხო ფარფარებიანი მერსედესი პირველ მანქანა დიპეოდა თბილისში არ მინდაო რა მაგრამ არ მეშვებიაო რა გიდა თუ არა და მე სულ არ მაინტერესებს არც იქ დირექტორი ეძერება თუ საფრთხეების მეთაური სულ არ მაინტერესებს მაგიო და კაცურად გამიგეო რა არის ფიქრო რომ მე რამე მინდა ამ მაშინ ვარ და გაიწყეს ისა აი არ დაწერ განცხადებასო რამოდენიმე სამინისტროში არ მიბარებენ აქ მოდიან პირდაპირ ჩემთან სამინისტროში დამიბარო ხო უნდა და ან ლოჯიკის სარდალმა უნდა დამიბაროს ან კადრებმა უნდა დამიბაროს ან გენერალურმა ინსპექციამ დააკომპლექტა თავისი ხალხით გენერალური ინსპექცია იქ სარდალი შეცვალა მოხდა ასეთი რამ რომ შემოიყვანეს გენერალური ინსპექცია კომისიაზე აღწერა უნდა გააკეთო ნეფტობაის აღწერა მილიარდის ქონება არის სამხედრო ნაძილში აღწერა დანაშაული ვერ ნახა ვერაფერს დანაკლისი უნდა ქონდეს ან არასწორა უნდა მქონდეს რა არ არის დანაკლისი მოახსენეს იმა რომ არ აქვს იმა დანაკლისი თქვენ ვერაო ეხლა კონტროლის პროცესზე თქვენ არ ხართ გამოცდილები არიცით მაგათ ანუ უნდა დაგიდვან ეხლა რა ფაქტი უნდა დადო ხო რა გინდა არ გინდა უნდა დაადო ეხლა რა ხო უნდა გამანთავისუფლო რაღაცით რომ აი ვერ ასრულებდა მოვალეობას და ან დანაკლისს შემოიყვანეს კონტროლის პალატა მოვიდა კონტროლის პალატა კონტროლის პალატიდან ვინც იყო მოსული აი მინდოდა მომზადება ამ საკითხში მე მისი ბიჭი ნაციონალური მოძრაობის მარჯვენა ხელი იყო მამამისი მოვიდა რა საერთოდ ახლა ის რო დაგიდებდა ახლა მაგას ხო რა არის იცი ვერთო მაბადია და მეკითხება რა იმას რაფერგებულობო ცისტერნაში რამდენია საძვავი აგერ მე ვთქარ შტოკი და ვზომავ რაფერ ზომავ აი მე ვთქარ და ვაჩვენია დანაყოფები ხა და ჩაყოფენ მე რომ სანტიმეტრებს გიჩვენებს კაი მე რომ ვთქარ ტაბლიცა არსებობს მაგის ეს 25 ტონიანი არის ლიტრობაში მეტია მე ვთქარი ხო და არსებობს ამის ზუსტად გამოიყვან რამდენი ლიტრია მე გადიყვან კილო რაფერ გადიყვან ხან კილოგრამში გადახავს ხან litrებში გადახავს ეგ რაფერ არის ანუ მოდი ბატონო დავით მაგას რომ გავყვეთ დეტალებს რო გავყვე ამაზე ხო არ გვინდა ჩვენ საინტერესო სისულელებს ვერ ნახეს ვერაფერი და კონტროლის პალატამ ვერ დაწერა ვერაფერი რასაც ვყარ ნახობდი თავს მიქნებდა ეგრეა რა მე სიმართლეს ვყარ ნახობდი ერთს ვიტყვი ეს აუცილებელი თქვი ბრძანეთ მის შემდეგაც მოხდა ასეთი ის დიდწოდნეთ მოახონა გვარი ყარმაზანაშვილი იყო ასეთი ვიღაც ახლა თუნია თანამდებობაზე ყავთ არ ვიცი 100 ბოჭკა ზეთი შემოვიდა 200 ლიტრიანი ზეთი შემოვიდა ამიდან ეს უკვე ოქროაშვილის დროს ხდება რუსეთიდან ხელშეკრულება იყო დადებული შემომტანმა იქიდან შემოიტანა ტანკის და სამალიოტის ზეთი რომელიც კარგი იყო იმას მიიღებდი ახლა ცუც ვარ მივიღებდი ხო და რო შემოვიდა ეს დაპლომბილია ეს ახსნა პლომბი ერთიდან ნახა აკლია ზეც აკლია დაახლოებით 5 სანტიმეტრი 5-7 სანტიმეტრი ახსნა მეორე დაამატა ამ ბოჭი არ შეიძლება მე ვთქვი როგორ არ შეიძლება 9 ლარი მე ვთქვი ლიტრა მაგზე მაგ აფუჭდა უკვე არა
ხალხს იმასაც დაამატა, ზოგმა 5 დაემატა, ზოგმა 7 დაემატა ლიტრობით. ზეთით ურეკავს გენშტაბის უპროზდევონე, ამას იმ ხელა დანაკლისია, იმ ხელა დასაჭერი დღესვია ხელბორგი ახლა უნდა დავადოთ ამას ხელბორგილები. გამოაგზავნეს მე ერთი სარდის პოდილი კაც, პრუზეს აგადებია, ოქროს მედალის დამთავრებული. მოვიდა და ბატონო დავით, რა ხდება? მე თქვი ასე ხდება ასეა. სადნახეს ეს უცლუნარი ხა მოკდა სიცილი. დაჯერა რომ უნდა შედი ხო ხდები. ყველაფერი უნდა გამოიგონო. ხო და მე არ გირჩევ რა ამათან ჭიდეს. რა ვქნა მე ვთქარე დავწერო განცხადებებზე. არაო, ვერც მაგას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ შეელო, შეუპოვარი კაცი ხარ, მაგას ვერ გააკეთებ, იცი და რაღაცნაირად უნდა დაალაგო სიტუაცია ამათან. ამათ აფერი არ შეძლო. ესეთი ისინი იყო. ნიუანსები იყო იმ პერიოდში. მე ამ ბარამიძის შემდეგ რო ვერაფერი ვერ მინახეს, სამთოში ბარამიძე გაუშვეს, ეს კომისიები ტყუილა გამოვიდათ ის და მოვიდა ახალი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი მოვიდა მინისტრად. უკვე როგორ ვარ თავდაცვის არეულია, დარეულია ყველა, ისა ყველა რო გაფასებს და ყველამ რო იცი შენი წონა და ყველას რო უყვარხარ, ისეთ საყვარელი უფროსობა მყავდა მართლა უნიჭიერესი ხალხი. ჯერ მარტო რა დღის თემურ ლორიას ხსენება. უნიჭიერესი, მე ის დაიჭირეს მე თემურ ლორია. ხელი დაადევ, პირდაპირ მეუბნება რომ დაადევ თემურ ლორიას ხელი შენ რაზე დაადე ხელი რაზე? ფულს აძლევო იმას, ყიდის აწვავს და მიგავ თემურ ლორიას, მე თქვი არ ცხენია. მაგაზე პატიოსადიკაზი ქვეყანაზე არ მეგულევა მე თქვი. ჩემ მიტაერბურს ხეს მოგიდევს მე თქვი მაგ. რა ფული უნდა მიგუტანო მე თქვი მაგ. ესეთი შემოთავაზება მქონდა. შენ დაგანებებ თავს დარჩები შენ ადგილზე. ჩვენს ბაიქნები მოგონ დაადე რომელიმე გენერალ ჯერ ლორიას დამიწყეს და მე რომელიმე გენერალს რა სულ ერთია რომელსაც დაადება მომდან ესია და აი ამ გენერლებს დაადება ხელი და არა მე თქვი არ ვიზრა მაგრამ არავის მიმიცი არაფერი და როგორ მე თქვი შენ თქვიო ლანჩენ ჩვენზე იყო შესრულება არა მე ეს უკვე ოქრუაშვილის დროს ხდება ოქრუაშვილმაც ვერაფერი ამას რასაც თქვენ ეხლა ჩამოთვალეთ რომ ნუ ამას მეუბნებოდნენ ამას სად გეუბნებოდნენ ჩემთან კაბინეტში მოდიოდნენ თქვენ ჩემთან კაბინეტი მქონდა აი ახლა არ ვიცი დღეს რა მდგომარეობაშია მინისტრს არ ექნებოდა ისეთი კაბინეტი ისეთ კარგი მოწყობილი კაბინეტი მქონდა ეს დამსახურება იყო ჩიკოვანის დამსახურება ჩიკოვანმა გაარემონტა გააკეთა თავის ძუძს და მართლა მაგარი კაბინეტი მქონდა ვიზუალურად რა ხო და ანუ თქვენი ვარის თქმის შემთხვევაში დაიწყეს თქვენზე უკვე ჩემ თანამდებობა უნდა დავტოვო და ვიღაც უნდა დანიშნო. მე ვეუბნები, გამანთავისუფლეთ თქვენ. მე განცხადებას არ დავწერ. დაწერე ბრძანება და გამანთავისუფლეთ. შენიერ დღეს აი ბაიკერების გადასაწყვეტი რო იქნებოდა ჩემი თანამდებობა წარმოიდგინეთ. თან ვინ იყვნენ ბაიკერები, იცით? აი რუსთაველი ტაკიმასხარები რო ყავდეს. გრიგოლია, ჟღენტი ყავდათ კიდე და მაგის სასტავი. მოვიდა იმ მოდუებით. ყავეს კარები ამ სარდლად მოატრია ვიღაც ბერაძე. ყავეს კარები და შემოიყვანა შენ აი რომ ბრძანება თავისუფალი რა მოიცა. გრიგოლია რომელი? გრიგოლია ტაკიმასხარა არ ყავს კაცო იმას რუსთაველი. სახიობია, სახიობი რა უყავს იმ სახიობის ეს. და ამ აკუბარგია თუ აკუბარგიას ცინებდა ხომ გრიგოლია. ხო, ვიცი ის და იმას რა უნდა? საძმო იყო მაგანი ერთი საძმო იყო ჯარში რა შეხება ქონა წარმოიდგენ ჯარში საქმეებს წვითავდნენ მაგნაირი ხალხი ფუჩის ხალხი მაგ ხალხი მოიყვანეს იქ და მითხრეს რომ შეულა ძახვი და ჩვენ უნდა მოვიდეთ მე თქვი ამას ნიშნავთ არა მაგას არა ჩვენი საძმო იქნება ეს იცის სულ ყველა ვინც იმ პერიოდში იქ მუშაობდა ყველა მიცის თუ არა და მიჩილონ და დავანახებ მე დაუმტკიცებ ფაქტებს მოხდა ისე რომ მომიდანა ბრძანება ამ ბერაძემ და მეუბნება თავისუფალი ხარ სამსახურიდან რა არ მევთხარი შენი განთავისუფლების ბრძანება არის კონტროლი ბატონო დათო შეხედე მოდი მაყურებელს სწორად რომ მივაწოდოთ ანუ კომედი შოუში გრიგოლია როა რა ქვია მაგ ბიჭს დამავიწყე არ ვიცი რა ქვია რა მნიშვნელია ანუ ეს ტიპი იყო ეს ტიპი იყო ჟღენტი იყო კიდე წერებიანი თეთრი ბიჭი რუსის სიფათია ის იყო კიდე ერთი 3-4 ბაიკერი იყო მოტოციკლეტები დევან და
ნერთო ბაზარში მოტოციკლით რო გაივლი ჯერჭკუა ხო უმახმოვეს თავში ან ნაპერწკალი და ხო ეგრევე არა მაგას არც არ აინტერესებდათ მაგას იქ დარბოდნენ მოტოციკლედებით გადით მე ვთხარი არ შეიძლება სამომდე მე ვარ მეთაური არ შემოუშვი მაგრამ ბძანება რომ მომიტანა უკვე და ან თავისუფლება მე რა იმსმანა გავუღო ჭიშკარი და შემოწვიდნენ მოტოციკლედებით მანამდე გარეთ იდგნენ მოტოციკლედებით მე შინ შემოვიდნენ 147 ჰექტარია ეს ტერიტორია პატარა კი არ არის იქ დარბოდნენ მოტოციკლედებით მე მაგინ ბაიგერე მე ხო ნუ ამამ ბძანება მომიტანა ბარამიძემ ხო გენერალური ინსპექცია ჩართო კონტროლის პალატა ჩართო ოქრუაშვილმა დაიწყო მის კონტროლის პალატით კიდე გამოიძახეს კონტროლის პალატა მე მგონი 2 წელიწადში ერთხელ შემოდიოდა ხო და მე მომიწია 6 თვეში ორჯერ კონტროლის პალატის შემოწმება კონტროლის პალატამ შემოწმა გენერალურმა ინსპექციამ შემოწმა და ბოლოს კიდე არ ედვე იმადა სამხედრო პოლიციამ უნდა შეგამოწმოსო და მესამე ის დამატებით ის და ბიჭო თოთიაური გაუნდები რა სერჩიან ამ კაცებს არ მიდის ეგაც ძალიან უშევდა არ აქვს დანანგლისიო ვერ ნახეთ დანანგლისიო არ არის ამ კაცის არაფერი რა გინდათ რაღაცა მოუხერხოთ დავიდეს სამსახურიდან მომიხერხეს ის რომ დაძერა ოქრუაშვილმა ბძანება ავადმყოფობის გამო დათხოვდნენ შეერებული ძალებიდან. მომდენს ებრძანება, ნუ ბრძანება, მინისტრის ბრძანება უნდა დაემორჩილო. კანონმორჩილი. კარგი, თანამდებობა დაგატოვებიეს. დამატებიეს. და ანუ 2005 წელს დაკავების შემთხვევაში რა მოხდა? რატო დაგაკავეს? ახლა 2000 შევიტანე განცხადება 2005-ში. გამანთავისუფლეს უკვე 2005-მდე მიდიოდა ეს ჭიდილი. ხო, ნუ მე ხო. 2005-ში გამანთავისუფლეს ოქტომბერში დაწერეს ბრძანება განთავისუფლებაზე. 2005 წლის ოქტომბერში დაწერეს განთავისუფლების ბრძანება. შევიტანე საჩივარი მაშინ. თუ დამითხოვე სამსახურიდან კომპენსაცია რაღაცა. კომპენსაცია. თან ავადმყოფობას თუ მიზერ. თან ომის მონაწილე ვარ, ინვალიდი ვარ. ომის მონაწილე ვარ, ფორმა ასიმახ, ეს მაშინ მომეცით, მე ვთქვი კომპენსაცია. შევიტანე სასამართლოში. გლდანში იყო საქალაქო სასამართლო. ხო და გამოსამართლეს იქ, განიხილა ჩემი საქმე იქ და გამოიტანა გადაწყვეტილება ეგუთი სამგაც და მიეცით. თავდაც სამინისტრო გაამტყუნა. გამისაჭირეს სამოქალაქოში, იმაში უზენაეში. არა, ჯერ იმაში საქალაქოში. იგივე გამოიტანა იმან ეკუთნის მიეცით. ახლა წაივეს უზენაეში ვერ მოძებნეს ყოველდღე მირეკავე და ერთი პაბიყვაეთ მოსამართლეზე ისე ბაიზდავიდა ხო მიდარი ეგაციო რა დააშავა ასეთიო ზეწოლის ქვეშ მოსამართლეს გინდა თუ არა გამამტყუნებენ ვერა უზენაესმა პირდაპირ ჩემ თვალზე ნუ დრაიმა დადოკაც რომ ზაქაიძეს რომ ეკუთნის ამგას და რას ერჩით რა გინდა თუ წავა სტრასბურგში და უარეს მოითხოვს კიდე ადგენდა ის კანონი შეცვალეს ღამე შეუძლიათ რაღაც გამი 15000 ლარი მომეცა თუ 54000 ლარი მიზედა და 7000 ლარი გავაბიყვეს მოუგეს სასამართლო ახლა ეს მოუგე ეს ფული ხოლმე მიბადადიოდ უკან ხო დამდევენ შენ აი ასე ქონა ეს ვიღაც არ მახსოვს იმ ვაზის უბანში იყო რომელიღაც პროკურორი სამოქალაქო პროკურორი მიბარებს ვაზის უბანში მილიციის განყოფილებაში დაბარებული მივედი. ახლა არცალია იმას რომ დამაგდეს ბორკილები დამაგავეს. ჩამეყვანეს პადუაში. იქ საცემატრო შემოდიან არ გეკითხებიან გვარდა სახელ და რატო ხარ. ყველა უნდა იცემოს. ასე იყო რა. ანუ ზეწოლები იყო? ხო, აბა არ გეკითხებიან რაზე ხარ. ათი ამა დედაც ამენა დავწვიდოთ. ცემებს ყლეპეს მეორე დღეს ამიყვანეს ეს იმა ეს მოხდა ამას გუშინ რატო რა გინდა პროკურორი გითხო რა გინდა ამასა აბა ახლა მაგას ვარ გავარჩევებ შენ პადიმარი იყო თუ არა ეს მოუშვით სახში უკან გავუშვით რაზე მოიყვანეთ პროკურორი ძახს არ რაზე მოიყვანეთ ამ საბუთები მე ვერაფერი ვნახე თქვენას ნახულობ ანუ დავალება ხო არ იყო თქვენი ცემის დავალება იყო დავეშინებია და რატომ მაშინებდნენ დღემდე არ ვიცი ერთადერთი საბუთი
რომელიც მინახეს რუსეთთან მქონა ხელშეკრულება დადებული არენდით გადმომეცა ტერიტორია. ერთადერთი მქონა ეს. და ვიღაც მე გამოვიჩნდა ხო ხდები მაგ დროს მიდის ლაბარაკი აი რა და ოქროაშვილს მიუტანეს ამბავი რომ თურმე მე აუარებელ ქონებას ვფლობ მარშრუტის ხაზებია ჩემი აფრიკის მარშრუტის ხაზები საზღვარსაც მე ვლსხავ მანქანები ჩემია შოფრები ჩემია დაქირავებული მიყავს შოფრები და დიცალკულ შოვობ რა ნუ მალავ ამ ქონებას არ მაქვს არაფერი ნუ მალავ დამავრული მაქვს ეს ქონება დადიან თურმე სადაოდ ეკითხებიან იმ ცნობით როგორ ყველა მიცნობდა ახლა რა თუნდა ლაბარაკი უბანია ისეთი უბანია სამხედრო ბაზა იყო ცნობით როგორ არ მიცნობდა ყველა კი ვიცნობთ კარგი ბიჭია იქ მილიციაზეც ის იყო შეგვეთა აბა რა როგორ და ვინც დააჭერია ჩემი მძღოლი იქნება თუ ჯარისკაცი იქნება თუ მე არ დავიცა იმ თუ დასაჭერია მერი თუ არ არის დააჭერი მე გვერდში დავუდგები მე თქვი ყველას ხო მიდიოდა რა ესეთი სახა ამბავი მეც მომდიოდა და მე ვგებულობდი ამ ესე იგი მე მიტინგზე დავდიოდი სულ პარალელურად აი სასამართლოს ხო გაიწელა ეს 2005-ში შევიტანე საჩივარი მაგრამ 2006-ში და თუ 7-ში დამაყოფილეს ის 7-ში მოვიგე სასამართლო უზენაეს იმ ხელაზე იწელებოდა სასამართლო პროცესები. მანამდე მიტინგები იყო, დავდიოდი მიტინგებზე. ანუ ამ მიტინგებზე ნაციონალების წინააღმდეგ დავდიოდი და რამდენი მიტინგზე იქ ხო დამდევდა ახლა ხალხი რა თუნდა ლაბარაკი ბევრჯერ სახში მოვდიოდი, მაშინ მომყვებოდნენ უგან კიდე. ხო და იქაც ხო ვიცოდი რომ დამდევდნენ და მიყურებდნენ და მათვალიერებდნენ. სახში რომ დილით ღამით მომადგებოდნენ, დამაგავებდნენ, მიტინგზე იყავი. ხელზე საბასერია რომ ხვალ აღარ გავალ მიტინგზე, თან რომ წერდია, ხელზე წერდი, როგორ არ წერდია. ემორჩილებოდი ამ შემთხვევაში. ემორჩილებო, ოღონდ გაზეთი მიყიდეთ, ახალი გაზეთი და ხვალ მიტინგზე არ ვიგე, გაზეთს ვინ ვიყიდით. ეს გავდიოდ, მიზეზი მქონდა, გაზეთი არ მომიდა ეს ახალიებები რომ გავიგოთ. ტელევიზორზე ვერ თავფული არ მაქვს რომ გადვიხადო გადასახაებ. ესეთ რაღაცებს მეც იმაშვებოდი ხოლმე. გაზეთი მიყიდე და დავდიოდი სულ მიტინგზე ვიყავით. აი მიტინგზე არ მოვწონდი. ახლა ყველას მაშინ ასე იყო. 7 ნოემბერსაც ბევრი მომხდა, 26-დაც ბევრი მომხდა ღამით. ტელევიზიანს ბევრი მომხდა, მიტინგზე ყოფნის ვინ დამზოგავდა მით უმეტეს მე რომ ესე გამამიშვეს და ვჩიოდი და უჩიოდი იმ სახელმწიფოს. სულ იმ ტერორში და იმაში ვიყავ სახლში, რა პერეძინა ჩემს აი ხო ვეუბნები, აი დავაგვიანებდი. არ იყო რა ამ დონეზე მაშინ ეს მობილურები და ეს ახალი შემოსული იყო მობილურები, ყველას არ ქონდა იმის საშუალება მობილური ქონოდა და ესაუბრა და იმას. ხო და რო დავაგვიანებდი, გული უწუხდა სახლში, აი კიდე დაიჭირეს ალბათ, აი კიდე დაიჭირეს და მე ერთი მაშინ აქ ისანში მომიყვანეს არ ვიცი, დილის 7 საათზე დამადგენ სახლში. ერთი 4 პოლიციელი და წამოვიყვანეს. რადგან გულში მიტინგზე იყავი, ეს ხდება 26 მაისს, 26 მაისს, 25-ში ღამე ხო დაგვარბიეს, 26 მაისს დილით. პარადი რომ უნდა ჩაეტარებია მე. მაშინ. მომიყვანეს ისაში და მივაბერს ბატარეიაზე ხელით და პირველი შემთხვევა ხო არ იყო. ეს ჩემი ადგილია დაყიდება. მეციდება, ვიცი რომ უნდა მცემოდა, ვინც გაევლის წიხს ეგრევე. გამოგივლის წიხლი ეგრევე. აი ბატარეიაზე ხო ხელი. ვიღაც გაიარა, ისახოც გონა, გადავდიმა. ეძინა უფროს კაბინეტში ახლა გეიღვიძაო და შენ მახმამ გავაღვიძაო. არც არ შემენიშნია რა, არც მიმიქცევია ყურადღება. ეხლა დღეს გაგიშვებთ. პრეზიდენტია გაგიშვებთ. ხვალ შენ ფეხით მოხვალ აუცილებლად. შესავსებიაო ის რა ხდება მე თქვია დავაშავე რამ. აი ვერ მოგიშორეთო რა მიტინგები და რა გინდა რომ დადიხარ. არაფერი არ მინდა მივდივარ უსმენ ხალხს მე ხო არაფერს ლაპარაკობ მე. კი ვარ უსმენ. ილაპარაკებ მოვდივარ სახში. მე გამოსული გინახი ვარ თეთრი არა. ის უფროსი თურმე ჩემთან ნაომარი ყოფილა. რომ დავუნახი ვარ მე. ეჟე დაანებე თავი.
არც ვენიათ ნაომარი კაცია, მაგ არ შეიძლება მასე მოწევა და მის მერე აი წლები გავიდა, მერე გავიგე ვინ გავამიშვა იქედან. თორე იმ დღეს გადაწყვეტილი იყო თურმე უნდა წავეყვანოთ რუსავში. გადის მერე ხანი. კიდე შევიტანე საჩივარი უკვე მასე პენსიების თაობაზე. ვეტერნებს გაუქმის პენსიები. ეს არის ცნობილი ფაქტი. ვეტერანი რომელიც ნაომარი იყო დაჭრილი იყო აფხაზეთის ომში. თითქმის უმრავლესობას ჰქონდა მეორე ჯგუფი. პირველი მეორე ჯგუფი, მესამე ჯგუფი პენსია არ არსებობდა. და ღებულობდა რა პენსიას ღებულობდა. ამ დროს იქაც ეირია მონასტერი დაინიშნა მეგრელიშვილი, დაინიშნა ეს ვაკის გამგებელი რო იყო, ახლა არასამთავრობოა ალბათ ისიც იმიდან ფინანსდება საზოგადოებიდან, მაგრამ ახლა ასია მოდაში. მინისტრის მოადგილე და ამას ჩამთელობა იციან, როგორ ჯარში იყო, იგივე იყო ჯანდაცვაშიდაც რა. ექიმობის არაფერი იცოდა, მაგრამ იმ კანონს კეთრილიდან ჭიაბერაშვილი რომ მინისტრად გეყოლება, ჯანდაცვის მინისტრა რავარისა. ანუ ბატონო და თუ შეხედე აქ რა ხდება 2008 წლამდე თქვენი დაჭერა უნდათ. დაგიჭირეს, მოახერხეს, დამიჭირეს 5 დღით დამაკავეს რუსთავის იზოლატორში. და აი რას გთხოვდნენ ამ დაკავების შედეგად? ვერ გავიგე რა. დანაშაული რა იყო? რას ეძებდნენ თქვენ? სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩამიდენია დანაშაული, მაგრამ რა ფაქტები ვერ დამიდეს. ერთადერთი რაც იყო მიტინგზე დავდიოდი. მეტი სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერი არ მქონდა, ბოლოს მომიტანეს აი ამას დავეძებდით, მომიტანეს ეს ხელშეკრულება. წად თავისუფალი ხარ რომ გავამაგდეს გარეთ. და ამის მერე თქვენ ამის მერე 2008-ში ომი მოხდა, მის მერე მე აღარავის გავხსენები ვარ და კი ვარ დღეს ცოცხალი და ბევრი იქიდან აღარ არის ცოცხალი. ბატონო დათო რა მინდა რო გითხრათ ახლა ჩვენ მოკლე გადაცემა გამოგვივიდა, იმიტომ რომ ეს ისე მოხდა რომ ეს ისე ყვები ხო მე ვიცი როგორც ყვები და შეხედე ანუ 2004 წლიდან 2008 წლამდე ზეწოლის ქვეშ ვიყავ. 4 წელია განსხვავება. 4 კი ბატონო. 4 წელი რო გადავამბრალოთ დღეებს და თვეებს ძალიან დიდი ციფრია. ყოველ მეორე ჩვენ ეს მოვყევით მოკლედ. მოდი, ანუ ის 4 წელი იყავით თქვენ ტერორის ქვეშ. და რისი კითხვა მინდა. 2004 წლიდან 2008 წლამდე თუ იყო ადევნება, თუ იყო თვალთვალი თქვენზე, თქვენ ოჯახის წევრებზე, თუ იყო მუქარა რომ აი თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, შვილებზე გადავალთ. თუ იყო აი ეგეთი რაღაცა თუ ხდებოდა. შვილები არ უხსენებიათ ჩემთან, იმიტომ რომ ალბათ არც იცოდე მყავდა თუ არა შვილები, იმიტომ მაგრამ არ აინტერესებდა ისეთი პიროვნებები იყვნენ თვითონ გარკვეული რო არის, იმა დავალება ქონდა მიცემული ეს უნდა გააკეთო და იმას ჩემზე იყო მაგალითად ესეთი ეს რომ ყოველდღე მომაცილებდნენ. სადავდიოდი, ვისწრდებოდი, ის ვინ იყო, მე ალბათ იმას ანუ კონტროლის ქვეშ ვიყავი, სულ მუდამ მე ამას გზნობდი და ვიცოდი და ბევრჯერ გავჩერებულა მეთქვია არ მოგშივდათ მაინც წამოთ საჭმელს მაინც გაჭმევთ. თელი დღე რო დამყვევთ უკან შეერთურალი. მე გავჩერდებოდი ხან სად რაღაცა ისინი იდგენ და მიყურებდნენ, ხო? მე შეუბრუნებოდი არ მოგშივდათ მაინც საჭმელს მაინც გაჭმევთ წამოთ. ასეთი შემთხვევაც ყოფილა. ტერორის ქვეშ ვიყავი, სულ მუდამ შიშის ქვეშ, რომ სახში არ შავ მე გადავხდა ასეთი რამ ომის დროს 90 სპეცოპერაციებს ატარებდნენ ოჯახებში, აწიოკებდნენ ოჯახებს. ხო შეიძლება ადამიანი დაიბარო, მიიყვანო უწყებას და იქ გამოკითხო და თუ დასაკავებელია დააკავე, შედიხარ დალოცულო ოჯახში, აუწიოკებ ოჯახს, შვილებს, მეუღლეს. დღესაც დამჭირდეს ბატონო გახა, მოვიძიო. სად რომელ კამერაში ვყავდი, რომელიმე ვერ ნახავ, იმიტომ რომ საბუთი არ არსებობდა ჩემი დაკავების, არასოდეს. საავადმყოფოდან გამოვიპარე 7 ნოემბერს, რომ მიმიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფო, აღრიცხვეს და არ გაგვატარეს იქ. ვინც მიგვიყვანეს იქ, სულ აღრიცხვეს. ანუ თქვენ რომ მომკვდარიყავით რომელიმე საკანში ან ციხის იმაში კიცებულება არ იქნებოდა, არ გყავდა ჩვენ კაცო სად მოხდა რა ვიცი. ხო რა, სვამდა, ლოთობდა და მოკვდა, ან მანქანამ დაარტყა რა. ეს დავალება იყო მზევიდან. ვიდან იყო, რატომ იყო, არ ვიცი. სამხედრო პოლიცია ზარგავდა. პოლიცია ზარგავდა, საძმუებად იყო, აი პოლიციელები იყო და არ ვიცი ახლა დღეს მე არ ვიცი ამ ხალხმა რა განათლება მიიღეს, რა ისწავლეს. დღესაც არ მომწონს რო უყურებ სიტუაციას, დღესაც გული მდგივა. დღეს ბატონო და თუ ჯარი ყავს.
სად არის ჯარი? ანუ ჩვენ ოფიცრები, თავდაცვის უნარიანი ქვეყანა ვართ. არა, არავინ იფიქროს, არა ვართ. არ ყავს ჯარი. ჯარი რო ყავდეს, ერთი წარმატებულია. ნაბიჯი მაინც უნდა გადაგვედგა რამეში. მითხარით, ჯარმა რა გააკეთა, რომელი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. ბატონო დათო, აი შეხედე რისი თქვა. ჯარი დაამონეს ამათმა რომელიღაც ქვეყანას და ავღანეთში მონებად ყავდით იქ და ვიღაცების საქმეს ვასრულებთ იქ. ეგ არ იყო ქართული საქმე. თუ კომუნისტების დროს მე როცა მომიწია ავღანეთში ყოფნა, ის სავალდებულო იყო მაშინ, იმიტომ იყო რომ საბჭოთა კავშირის ხოლგარში ვიღავი. დღეს ვინ გავალდებულებდა შენ ერაყში და იმაში რო გაუშვი ქართული ჯარი, რისთვის გაუშვი? რა შეიძინე იმით? რისთვის გაწყვიტ ეს? შენი ქვეყანა არ დაგიცვია და სხვა ქვეყანას როგორ დაიცა? რამე გაგიკეთეს 35 წელიწადია. ნაბიჯი გადიდგა ჩვენი გაერთიანებისკენ. ვინმე მოგვეხმარა რამეში? ამხელა სოფლიო თუ ჩვენ ასე იმარშებოდა ერთი ხო უნდა დახმარებოდა ან საავიაციო ქარხანა გაეახლებიათ, ან რაღაც ქარხანა აეშენებიათ სამხედრო იმაში. რაღაცას იმაშებია დელტაში ისიც ყოფილი ოფიცრები რაღაცას სწავლობენ და იმაშებიან და ეგეც ბატონო დათო შეხედე ჯარი არ ყავს არავინ ჩვენ დასასრულისკენ მივდივარ და ორ კითხვას დაგისვამ ოღონ გამოვყოფ ამ კითხვებს პირველი თქვენ როგორ მიგაჩნიათ და როგორ ხედავთ როგორც გამოსთილი სამხედრო გვარამია ჩერგოლეიშვილის ქმედებას და ანუ სამომავლო გეგმები რაც დასახა მაგათმა რომ უნდათ პარლამენტში შესვლა იქ დაიმკვიდრონ ის ადგილი და იქედან ანუ შეხედე შეარყიოს ქართული ოცნება დაუშვათ თქვენ როგორ მიგაჩნიათ ეგ თავად ესენი აკეთებენ ამას თუ რაღაცა გაპროების საგანი ან გზა ჩანს ამისი ანუ ეს კითხვა რო სწორად მიიღოს მაყურებელმა თქვენგან პასუხი. ანუ კითხვა გამომდინარეობს რა იმაში, რომ ანუ უправებენ ამ ნაციონალურ მოძრაობას ისევ და ისევ? და ვინ უправებს თქვენი აზრით? რა არის იცი? ნაციონალური მოძრაობა და მით უმეტეს ბარამიძე, ჩორგოლოიშვილი და ბოკერია ციხეში უნდა იყვნენ. ეს რატო არ ზიან? კითხვა აქ არის. არა, ესენი სამოდამო პატიმრები უნდა იყვნენ დღეს, იმდენი ხალხი ამოხოცეს, მაგრამ აქედან დავიწყოთ. ეს უნდა იყოს ასე, არ არის გაკეთებული. ესე იგი, ვიღაცის ინტერესებში ზიის, რომ ესენი მოვიდეს ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, რას გააკეთებენ? უარეს რაღაც აკეთებდნენ. უარეს გააკეთებენ. ამას მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს და არ იმას და გადააყოლებენ ბარეულს. ანუ გულისხმობთ ქართულ ოცნებას? რა თქმა უნდა, ვიღაცა მფარველობს ამათ. ამათ რო არ ფარველობდნენ, ამათი ფარფაში არ იქნებოდა. არ შეიძლება ეს ხალხის აბუჩა დაგდება. რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს. თქვენ ხوار ფიქრობთ შემთხვევით, რომ ანუ ევროკავშირიდან ან ამერიკიდან იყოს ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, რომ ეს ხალხი 1 2 3 დაუშვათ ოპოზიციური სპექტრი შეიყვანოთ პარლამენტში და ამით უფრო დემოკრატიულ ქვეყნად ჩვენ ვილაპარაკებთ თქვენზე. აი შეიძლება ესე იყოს დაშვება? არა, შეიძლება იყოს რომ რომელიმე ქვეყანა იმაშოდეს შენ იმიტომ ხარ ქვეყნის ხელისუფლებაში და იმიტომ აღირჩია უმრავლესობამ რომ მაგარ უნდა დაუშვა. თორემ ზეწოლა რო იქნება რა თქმა ამერიკიდანაც იქნება ევროპი და ევროპა არც მიწავს. არც მიწავს ევროპა რომ იმას უნდა ეს ოპოზიცია რო ყავდეს პარლამენტში ოპოზიციაში იქნება თუ ხელისუფლებაში იმათ ხელისუფლებაში უნდა რო ყავდეთ. ზეწოლა იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ხელისუფალი რო ხარ, შენი ხალხის ნება უნდა გაითვალისწინო. შენ ხალხს არ ჭირდება მაგენ და ამდეხა უნდა მოევლო, მაგრამ რა გახდა? კანონი სამშობლოს ღალატისთვის კანონი არ აქვს მიღებული. და რაღაც სულელე კანონებს იღებენ ამ გაჭირებულ ხალხზე. ხო, აი რაღაც იმ ადამიანებზე, რომელიც დღე და დღამე წვალობენ ოჯახი როგორ არჩინონ, თავიანთი შვილები როგორ გამოკვებონ და მაგათზე იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც ადამიანები და მოსახლეობა მიყავთ მართლა რა ვიცი აი არ ვიცი სად მიყავთ და რა ვიცი 0-0 დასვან ეს მოსახლეობა და ამათ უправებენ მე ესე ვფიქრობ მე ანუ შეხედე ღმერთმა ქნასობ ვწდებოდე მაგრამ ხალხის აზრი ეგა მე ხალხის აზრით ვსაუბრობ ეხლა ჩემი აზრი არა აქვს ხალხთან მე მაქვს ურთიერთობა და ხალხი ზუსტად რასაც საუბრობს და იმის აზრი გადმოვიტანე მაყურებელთან აგერ რეკლამას არავის არ უკეთებ ამით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ქვეყანა როგორ წავა ამ შემთხვევაში, აი ქვეყანა როგორ შეიძლება წავიდეს, ანუ ჩვენ სად უნდა მივდიოდეთ დღეს რომ გადავრჩეს ქართველი ერი. აი მეორე კითხვა აქედან გამომდინარე გისვამთ. ჩვენ ქართველი ერი რომ გადაარჩეს, რომ იარსებოს. ქოლგა სად ნახოს? ეს სად უნდა ნახოს ქოლგა, რომელი ქვეყანა იძახის დემოკრატიულია, რომ დაასახელოს რა დემოკრატიას ხელმძღვანელობს. აგერ ბატონო ბელარუსი ავიღოთ. რა ხიმა არადემოკრატიული. ხო, ავიღოთ ბელარუსი, დავანებოთ რუსეთს დავი. ავიღოთ რუსეთ ჩვენი მეზობელია და იქნება მილიონი წელიწადი. სოფლიო ეომებოდა. აკობამდე ვიძახთ ევროპა ეომებოდა და ვერაფერი ვერ უკნა. ეხლა უკვე ირანის ომმა გამოაჩინა თურმე სოფლიო ეომება და ვერაფერი ვერ უკნის. შენ სად ახარ, ვინ ახარ? რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობ? რა დემოკრატია ასეთი ქვეყანაში? არ მინდა ახლა ვიღაცებს შეურაცხყოფა მივაყენო და არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ ასე გაგრძელება არ იქნება. ქართველი ერი თუ გაბრაზდა წინ ვერავინ ვერ დაუდგება და ვერ გააჩერებს. ხო არ ავიწყდებათ, მაგრამ 100 ქართველი 10,000 ქართველ შეებრძოლება. ამაში დარწმუნებული ვარ და უსამართლობის დიახ, მოგებული დარჩება ყოველთვის ქართველი ერი და ასე იქნება. ყუილა ნუ შეეცდებიან ვიღაცების გაправებას, მით უმეტეს ასეთი ხალხის, რომელიც გვარამიას რო გააправება. ხალხის თვალში რა არის ან გვარამია, ან ჩერგოლიშვილი, ან ბოკერია, ან ბარამიძე, რომელი რა არის, რა წონაა ხალხის თვალში. რამე ქვეყნისთვის ღირებული გაუკეთებია, სამშობლოსთვის რამე დაუდვია. აქედან გამომდივარ მე და ვიძახე, რომ არასწორი ხალხია, არ უნდა იყვნენ, გარეთ არ უნდა დადიოდნენ მაგენ და ამდეხან მაგაც ლაპარაკი დამთავრებული უნდა იყოს. ვიღაცა ხო უწყობს ხელს ქართული ოცნებიდან ამა. გამოვიდნენ და თქვან ბატონო. არ მინდა კიდე ბევრი დაუკრეფავში გადვიდე. კომისია შექმნეს ახლა პროდუქტებზე ემაზე. 7 მილიონერი გიზის ის კაი სიტყვის რამე, საიდან აქვს ის მილიონები? ხალხის თვალებით და ხალხის ხარჯით აქვს მილიონები, ნაშრომი არა. დახარჯული და გაცემული მე არავის მინახია მაგათიდან. ასეთია ბატონო, რეალობა ასეთია. კი ბატონო, გეთანხმებით, რეალობას ვერ გავექცევით და რეალობა ყოველთვის სარკე არის და სარკე ყოველთვის დაინახავს ადამიანის თავში. ისა სარკეში. ჩვენ დავამთავროთ გადაცემა, დამემშვიდობოთ მაყურებელს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ავადსახსენებელ 9 წლიან რეჟიმზე და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რა გამოწვევებიც დგას დღეს. მე არ გამოგაცდევიოთ, არ თქვენ, არ თქვენ შთამომავლობას და არ ქართველ ხალხს, რაც მე გავიარე 2004 წლიდან 8 წლამდე. ეს სიტყვით იოლი ამის ლაპარაკი, მაგრამ კაცი საუნდე თვითონ თავის თავზე არ გამოდის, ვერ მიხვდება, მაგრამ უნდა მიხვდეთ, იმიტომ რომ ძალიან დავიჩაგრე 2004-დან 2008 წლამდე. ძალიან დღესაც მეტირება. რა დაგემშვიდობები ბატონო დათო და ბოლოს მინდა ერთი რამ გითხრათ. აი იმ გაერთიანებაში კოალიცია რო გაერთიანეს ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ და იწყებენ უკვე 10 რიცხვიდან აქტიურ მუშაობას მოსახლეობასთან, რას ეტყოდით ანუ ხალხს რას ეტყოდით? როგორ უნდა მოიქცეს ხალხი და მოსახლეობა ამ კოალიციასთან მიმართებაში? ხალხს იმას ვეტყვი, რომ თუ გიღირთ მაგათამ ურთიერთობა, გაუშალეთ მაგიდა და ახეიფეთ, ასვით დააჯამეთ და თუ არა და არ მიეკაროთ და არც მიიკაროთ ახლოში. დარწმუნებული ვარ, რომ ვერავისთან მაგინ ვერ მივნდა სალაპარაკო ენას ვერ გამონახავენ. მე ამაში რმად ვარ დარწმუნებული. ხალხს იმას ვეტყვი, რომ გადახედეთ მაგათ ამოქმედარს, ნამუშევარს, რეები აქვს ნაკეთები და იმის და მიხედვით განსაზღვრეთ, გინდა თუ არ გინდა მაგათთან ურთიერთობა. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო დათო. ძალიან დიდი მადლობა ჩემ გადაცემაში რომ მოგიწვიეთ და მობრძანდით და მაინც უნდა გითხრათ ჩვენ გვჭირდება დღეს ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია თუ არა? აუცილებელი ოპოზიცია ყოველთვის ჭირდება აუცილებელია და ოპოზიცია საჭირო რომ შეიქმნება ოპოზიცია უნდა იყოს. ისე კი არა რომ ნათელაშვილი ფული იშოვოს დავიდეს მოთამაშე კალათა არ უნდა იყოს რა თქმა უნდა. კარგად ბრძანდებოდეთ, დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, მომავალ ხუთშაბათამდე და გისურვებთ ბედნიერ კვირას.
კარგად ბრძანდებოდი.